ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ამავე დროს ტრამპის სანქციებით დაემუქრა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს მხარს უჭერს ან მასთან ბიზნესს აწარმოებს. დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ჩატარებულა. ეს იქნება ეკონომიკური ომი და უპრეცედენტო მასშტაბის იზოლაცია. ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერა, რათა ირანის საფრთხე იზოლაციაში მოვაქციოთ და დავამარცხოთ. შეერთებულ შტატებს ირანის ნავთობის, საზღვაო გადაზიდვებისა და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები უკვე დაწესებული აქვს. ვაშინგტონი ცდილობს თეირანს ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები შეუზღუდოს. ტრამპის ბოლო ნაბიჯი, როგორც ჩანს, წარმოადგენს ზეწოლის კამპანიის გაგრძელებას ოპერაცია ეკონომიკური რისხვის ფარგლებში, რომლის დაწყებად შეერთებულმა შტატებმა აპრილის დასაწყისში გამოაცხადა.